კი ბატონო დიანა მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს მივესალმები ზოგადად ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით თქვენთვის ცნობილი არის ჩემთვის გარკვეულწილად ეს ზოგადად ეს კომისია ფასადურ სახეს ატარებს და დღეს გაკეთებულმა განცხადებებმაც გარკვეულწილად ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა და ახლობით ასეთი სურათი მივიღეთ რომ ხელისუფლებაც და კერძო სექტორიც ფასების დაწევის მომხრეა და ნუ გამოვიდა რომ სურსათზე მაღალი ფასები ყოფილა მომხმარებლის მოთხოვნა ლამის კი ბატონო, ხო, რაღაცა დაახლოებით ამდაგვარი სურათი მივიღეთ. რაც შეეხება ახლა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ზოგადად ცოტა სერიოზულად რო შევხედოთ, ძალიან ძნელია და ავხსნი იმ პრობლემებს, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს ახლა. ფასებთან დაკავშირებით რომ პრობლემები არის და ფასების სურსათზე განსაკუთრებით, სასურსათო ინფლაცია რომ ქვეყანაში ძალიან მაღალია, ამაზე არავინ არ დაობს, თუმცა პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ სასურსათო ფასებს ვებრძვით საერთოდ გაუგონარი მეთოდებით და ვებრძვით იმ სამსახურების გამოყენებით, რომელთა მოვალეობაც საერთოდ არ არის ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. ქვეყნის კონსტიტუციურად ქვეყანაში ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი და ეროვნული ბანკი არ არის ამ პროცესში ჩართული. ეს ერთი. მეორე, ახლა რაღაცა წლის მიწურულს, გასული წლის მიწურულს რომ აღმოაჩინა პრემიერ-მინისტრმა რომ თურმე ქვეყანაში მაღალი ფასებია, ეს კიდევ რაღაცა გარკვეულწილად მეორე ნონსენსია, ხო? აქედან გამომდინარე, ახლა რაღაცა კომისიებით ხო ამაზე ვერ დავები ახლა თქვა გასაგებია რომ აქამდე რატო არ აღმოაჩინეთ მაგრამ ახლა როცა აღმოაჩინა თუ ეს კარგია თუ არ არის კარგი რატომ არ არის ამაზე ვილაპარაკოთ კი ბატონო ზოგადად როდესაც პრობლემის იდენტიფიცირება ხდება და ნამდვილად პრობლემაა ქვეყანაში სასურსათო ინფლაცია და ამის იდენტიფიცირებას როდესაც ახდენს სახელმწიფო, რა თქმა უნდა არის კარგი. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ამის მოგვარება, მაშინ ამის მოსაგვარებლად უნდა გადავდგათ რეალური ნაბიჯები. და პრობლემა ამ მიმართულებით არსებობს. აი რა არის რეალური ნაბიჯი, რა შეიძლება, რა უნდა გაეკეთებინა. ნახეთ პატა სულ მაშინ თქვენ იყავით ჩვენთან სტუმრად და ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ რა. როცა მაღალია ფასები, საზოგადოება, მედია, სხვათა შორის პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება მიხედეთ როგორი მაღალია ფასები. როდესაც ხელისუფლება როგორც თავად ხედავს ესმის იწყებს ამაზე საუბარს, აი რა ვინ ეკითხება ხელისუფლებას. აი აქედან გამომდინარე, აი რა კითხვები ჩნდება ამ პროცესში, რაზე შეიძლება იყოს ახლა შეთანხმება მარკეტის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის. კი ბატონო, ვეცდები ეტაპობრივად მივყვედა თქვენს ყველა კითხვას გავცე პასუხი. რა თქმა უნდა, თუ ქვეყანაში არსებობს მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია და ფასები იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე არის ეს ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი, ეს არის პრობლემა და ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ, მაგრამ რეაგირება უნდა მოახდინოს არა ფისკალურმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, არამედ რეაგირება უნდა მოახდინოს მონეტარულმა ხელისუფლებამ, რომელიც გახლავთ ეროვნული ბანკი. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი დასაწყისში, რომ ამ პროცესში ცენტრალური ბანკი საერთოდ ჩართული არ არის. ცენტრალური ბანკი, რომელიც ბეჭდავს ფულს, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედაც იმ მაღალი ფასებისა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ეს ერთი მიმართულება, დიანა. მეორე მიმართულება, თუ ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად ისეთ მდგომარეობაზე, როდესაც შესაძლებელია ბაზარზე კონკრეტულმა არაკეთილსინდისიერმა გარიგებებმა მოახდინა ბაზარზე არაჯეროვანი ფასის წარმოქმნა, არაკეთილსინდისიერი ფასის წარმოქმნა და ეს ფასი მიღებულია კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევით, ასეთ შემთხვევაში ქვეყანას ყავს კონკურენციის სააგენტო, რომლის პირდაპირი მოვალეობა არის ასეთი რისკების პრევენცია და თუ პრევენცია არ მოხდა, შემდგომში უკვე აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, ეს კომისიის შექმნა საერთოდ რა მიზანს ატარებდა, ხო, მით უმეტეს რაღაცა სუსის ჩართვა ამ საქმეში, აი სრულიად გაუგებარია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ვებრძვით პრობლემას საერთოდ გაუგონარი მეთოდებით, რომელი მეთოდებიც რეალურად შედეგს ვერ მოიტანს და ამას გეუბნებით არა მხოლოდ იგივე რაღაცა ეკონომიკურ პრინციპებზე დაყრდნობით, ამას ვამბობ მე სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებით, იმდენად რამდენადაც ამისი მაგალითები ყოფილა დაწყებული ვენესუელადან გაგრძელებული სხვადასხვა ქვეყნებით, მათ შორის ევროპაშიც, როდესაც ქვეყნებმა
ცადეს რაღაცა ფასების რეგულირება და რა შედეგი მივიღეთ ამ მიმართულებით ეს მონაცემები საჯარო არის ნებისმიერ ადამიანს დარწმუნებული ვარ რომ ხელისუფლებას ეცოდინება. აქედან გამომდინარე ბელორუსი სხვათა შორის ბოლო მაგალითი ამ მიმართულებით ბელორუსის მაგალითი იყო, როდესაც ლუკაშენკომ გადაწყვიტა ფასების რეგულირება და დაახლოებით 1 წელიწადში 40%-ით გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე ამას ვამბობ რომ ამ მეთოდებით რა მეთოდებზეც ახლა მიმდინარეობს საუბარი, ამ მეთოდებით მსგავს პრობლემებს არ ებრძვიან. ბრძოლის საშუალებები არის სხვა და ამაზე მიმდინარეობს საუბარი. ფასები რომ მაღალია და ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ამაზე არავინ არ დაობს დიანა. კი ბატონო, მადლობა პაატა, მადლობა ჩვენ სტუმარს, ჩვენ შევეცადეთ შეგვეფასებინა დღევანდელი შეხვედრა და